მოგესალმებით. ეს BMG სამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 16 დეკემბერს სრულიად საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. დასავლეთ საქართველოში ჰაერი დღისით +9 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში +4 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი +7 გრადუსს უნდა ველოდოთ, მთიან რაიონებში კი +3-ს. რუსთავში +10, მარნეულში +9 გრადუსია მოსალოდნელი, თელავში +6, სიღნაღში +10, ომალოში +6, ხოლო ლაგოდეხში +1 გრადუსი ფიქსირდება. ცხინვალში +2, გორში +3 გრადუსია მოსალოდნელი. სტეფანწმინდაში 0 გრადუსი ფიქსირდება, ხოლო ბაკურიანში -5, გუდაურში კი -7 გრადუსი. +4 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში. +2 გრადუსი არის მოსალოდნელი ახალციხეში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ქალაქებს, ქუთაისში +6, ბათუმში +10 და ფოთში +11 გრადუსი ფიქსირდება. სოხუმსა და ზუგდიდში კი +6. +10 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქობულეთში, ანაკლიაში +8 გრადუსი ფიქსირდება. ოზურგეთში კი +6. რაც შეეხება დედაქალაქს თბილისში ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 16 დეკემბრისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.